რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები ქართული ოცნების ხელისუფლებაში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა. ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა საერთაშორისო სანქციებთან ერთად რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს. მათი შეფასებით, ქართულ ოცნებაში ნდობის კრიზისი ღრმავდება. ალიანსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ისინი გააგრძელებენ არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოაცლიან. დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა. საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა. სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს. ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობა მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა საერთაშორისო სანქციებთან ერთად რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ქართულ ოცნებაში ნდობის კრიზისი ღრმავდება. ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე. პარტია ლელოძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ძალოვან უწყებებში დაწყებული საკადრო როტაციების სისტემურ რღვევაზე მიუთითებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ძალოვანი სტრუქტურები ივანიშვილის გუნდისთვის ხელისუფლების შენარჩუნების მთავარი ბერკეტია, თუმცა ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ადასტურებს, რომ სისტემის შიგნით კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. აქ ძალოვანი სისტემა ივანიშვილისთვის არის ფუნდამენტი მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის. ჩვენ როდესაც უყურებთ, რომ ვერც ერთი ფაქტურად მისთვის მნიშვნელოვანი, რომ თავდაცვა მისთვის მნიშვნელოვანი არის, არც შინაგანი საქმეთა სამინისტროში, არც სუსში არსად არ ხდება სტაბილიზაცია, ეს ვერ ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას და ორ წელიწადში სამი სუსის უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც ემაზე გაუშვა რეზერვში და მესამეს ახლა მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს, ეგ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ვერ ახერხებს სტაბილიზაციას. მისი რეჟიმი დღეს თრთის, ის არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, ის არ დგას ფეხზე მყარად, იმიტომ რომ როდესაც შენ გიწევს სუსის უფროსის ცულა ყოველ რამოდენიმე თვეში ერთხელ, ეგ ნიშნავს, რომ შენ სერიოზული პრობლემა გაქვს ძალაუფლების სისტემაში. არა უბრალოდ ძალოვან სტრუქტურაში, არამედ ძალაუფლების სისტემაში. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს გადაყენებისთვის ამზადებს. პარტია გახარიას საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ქართულ ოცნებაშიც კარგად იციან. მისი თქმით, ამ გარდაუვალ მოცემულობას ყველაზე მკაფიოდ თავად ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აღიქვამენ. დემოკრატიულ სისტემებში საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეფექტიანობის ზრდის თვალსაზრისით მიიღება ხოლმე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გუშინ შემოთავაზებულ საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ნულოვანი ზეგავლენა აქვს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანობის ზრდასთან მიმართებით და იმ პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ დღევანდელი მართვის მოდელი, რაც არის შემოთავაზებული ოცნების მხრიდან, ეს არის მართვის მოდელი, სადაც ერთადერთი სუვერენი არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახით, სხვა თანამდებობის პირები, გვარს და სახელებს საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის გადამწყვეტი არც ერთი პოლიტიკის მიმართულებით არ არიან ამ ქვეყანაში. ამიტომ გუშინდელი საკადრო ცვლილებები, რაც ვნახეთ, ჩვენ ეს არის პირდაპირ გამოძახილი იმის, რომ ირაკლი კობახიძეს მალე გასაგდებად ამზადებს თავად ბიძინა ივანიშვილი. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია, მისი განმარტებით თანამდებობრივი როტაცია კონკრეტული პირების მიმართ უკმაყოფილებას არ უკავშირდება და მიზნად სახელმწიფო უწყებების უფრო ეფექტიან მუშაობას ისახავს. ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, ვადის ბოლომდე იქნება თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე. გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ან რაიმე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კიდევ ერთხელ მე ვთქვი, შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება მეორე თანამდებობა, მთავარია სადაც და როგორც არ უნდა იყოს, ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. შეიძლება თქვენზე გკითხავთ, თქვენ მათგან განსხვავებით არჩეული მერი ხართ არჩევნებით. ბოლომდე იქნებით, ვადის ბოლომდე შეასრულეთ. თქვენ ჩემზე ნუ ინერვიულობთ, იმდენი გაქვს ანერვიულო. არა, თქვენ გითხარით. ჩემზე ნუ ინერვიულობთ, ჩემ თავს
ჩვენს გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, ჩვენ თვითონ მივხედავთ. მივხედავთ საკუთარ თავს, იმდენად ძიმე მდგომარეობაში ხართ. საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პოსტს სტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და მას ამჟამინდელი ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე შეცვლის. კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა. ამასთან ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობასთან ერთად ვიცე-პრემიერი ხდება.